შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ისევ კარისმერეთი. რადგან მე არ ვიცი ქურდ ბაცაცების უბანთა ენა და არც მათი ჩვეულებანი, აგრეთვე არც ის მრავალენობრივი საუბრები, რომლებიც მაღალი წრის რომანისტების აღწერით სალონების მპყრობელ პირებს ჩვევიათ, ამიტომ იძულებული ვარ თქვენის ნებართვით მოკრძალებით მივყო ხელი საშუალო ხაზს. შევარჩიო ის სცენები და ის პერსონაჟები, რომელთაც მე ყველაზე უფრო კარგად ვიცნობ. თეკერეი. ტერეზა სტუმრებით ისევ კარისმერეთში ჩავიდა. შვადღე გადასული იქნებოდა, როცა კორნელი და ქრისტინეს ფეხის მჭამელი და მაკვარანცხი აგოია მსხალზე ავიდნენ. აგოიამ მწიფე და ქარვისფერი მსხლით ივსებდა უბეს, მერმე მიწაზე ეშვებოდა, კასრში ყრიდა და ჭაში უშვებდა ოწინარით. ძლიერ უყვარდათ მხეიძეებს ჭაში ჩაცივებული მსხალი. აგოია ხეს კენწეროში მოექცა, თრითინასავით ხტოდა ტოტიდან ტოტზე. კორნელი კი კაკვით იწევდა მეზობლის ეზოსკენ გადაზნექილ ტოტს. მოულოდნელად გაისმა ზარის გუგუნი. აგოიამ მუხლი მოღუნა. მაიმუნივი ჩამოეკიდა ტოტს და განცვიფრებული თვალები მიანათა კორნელის. რა დროს ზარის რეკვა? მერმე თოფის როლა ატყდა. ტყვიამ გადაიწივლა კენწეროზე და კორნელის ხელიდან გაუსხლტა კაკვი. ნაღვლიანი ძახილით აიშალდნენ მახლობელი ხეებიდან მალაღურები. აივანზე ქალებმა დაიძახეს. რა ამბავია? რა ხდება? განუწყვეტლივ რეკავდნენ ზარს და ისროდნენ თოფს. ჩამოდი, დაუძახა კორნელი მაგოიას და ხიდან მიწაზე ჩახტა. კორნელი და აგოია ბაზრისაკენ გაეშურნენ. ყოველი მხრიდან მორბოდნენ შეიარაღებული ჯარისკაცები და გლეხები. ერთმა მათგანმა კორნელის უთხრა: განგაშია, განგაში! რაზმელები ეკლესიის გალავანთან გროვდებოდნენ. ბიძინა შარაბიძემ გიგო თავაძეს ჩანჩურჩულა. ქუთაისიდან ჩამოსული მთავრობის ჯარი ყვირილას მოსდგომია. ცუდად არის აჯანყებულების საქმე. წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანთან უზარმაზარი ცაცხვების ქვეშ შეიარაღებული ხალხი ტრიალებდა. ვანო მახათაძე, ნიკო გოცირიძე, კირილე მეძმარიაშვილი, მიხა ფრუიძე, გალაქტიონ გელაშვილი და რაჟდენ ტურაშვილი ცალკე იდგნენ. დადექით! დაიძახა გელაშვილმა, რაზმი დაეწყო. ისევ გაისმა მისი ძახილი: სმენა! წკრივში 4-4 დააყენა. ნაბიჯით, იარ! დაიძახა და რაზმი გზაზე გაიყვანა. ბიძინას გაეცინა. გალაქტიონი ოფიცერი გამხდარა. კორნელი შენიშნა. კარგად მოდიან. ვანო, ნიკო, კირილე, მიხა ფრუიძე ეტლში ჩასხდნენ. რაზმს გადაუსწრეს და დაოთხილმა ცხენებმა გააქროლეს. ბაზარში
ბაზარში ესტატე და პლატონიც გამოსულან. ხათაბალა თუ გინდა ეს არის. როგორც ჩანს, ქუთაისიდან წამოსული ჯარი ბრძოლით დაიკავებს აჯანყებულ სოფლებს. აჯანყებულებს დიდი და ჩინებული რაზმი შეუდგენიათ. კარისმერეთიც ბრძოლის უბანში მოექცევა. ქალების აქ დატოვება სახიფათოა. როგორმე უნდა ჩავიდეთ შორაპანში და თბილისისაკენ მიმავალ მატარებელს გავყვეთ. გიგო თავაძემ მოკრძალებით შენიშნა თავადს. შიშობ შორაპნამდე უსაფრთხოდ ჩახვიდეთ ბატონო. გზები შეკრულია და მგონი შორაპანიც აჯანყებულთა ხელშია. ბაზრობა დღე იყო, მაგრამ ახლო-მახლო სოფლებიდან თითო ოროლა გლეხიღა ჩამოსულიყო სავაჭროთ. გლეხები ამრეზით ისმენდნენ ნასწავლი ხალხის საუბარს. ვაჭრები და ტერეზას ყანის მოზიარე გლეხი ჯაჯანა მანჯავიძე კი დიდის ამბით მიესალმნენ ესტატეს და პლატონს. ჯაჯანამ ნაბდის ქუდი მოიხადა და აკაკანდა. არ დამიჯერეს ბატონო ბერის კაცს. მე მუდამ ვაფრთხილებდი იმ აცერცეტებულ ბიჭებს. მოიცადეთ, თავრობა დღეს თუ ხვალ მიწას დაგვირიგებს მეთქი. მერმე გლეხებს მიუბრუნდა და უთხრა: ახლა მიბრძანდით და დაუდექით წინ თავრობის ჯარს. დაუდგებით, ახლა გაიგე? შენ კი მოწყდი აქედან. დაუყვირა მოძველებულ ჩოხაში გამოწყობილმა შავწვერა გლეხმა. შაშხანა ჩამოიღო, ხელი ჰკრა და შინ წასვლა ურჩია. შავწვერა გაბოშველიძე იყო, ნიკო გოცირიძის მეზობელი, რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. იგი 45 წლის კაცი იქნებოდა. ქერა რაზმელი, ერთი ნოქარი და ადგილობრივი სკოლის 2 მოწაფე ახლდა. ესენიც შაშხანებით იყვნენ შეიარაღებული. ჯაჯანა გაჯიუტდა. ვინ მოგცა უფლება სიტყვას რომ მართმევ და მოხუცებულ კაცს ხელს მკრავ? მე ჩემი აზრი მოახსენე ამ ხალხს. შენი აზრი შინ შეინახე, დამიჯერე ჯაჯანა, ასე აჯობებს. ურჩია შველიძემ და ბაზრიდან გააგდო. მერმე სამკითხველოს წინ შეკრებილ ხალხს წინადადება მისცა დაშლილიყვნენ. შარაბიძე და თავაძე სამი კიტნოში შევიდნენ. გენძეხაძის სამი კიტნო ყველაზე უკეთესი იყო კარისმერეთში და აქაურები ხან ბირჟას და ხან რესტორანს უწოდებდნენ. თავრობის ჯარის ყვირილაზე მოსვლა ელვის სისწრაფით მოდებოდა მთელ დაბას. ყველანი ამაზე ლაპარაკობდნენ, განსაკუთრებით სოფელ კონგურიდან ჩამოსული მეეტლეები, კანია, სეღოლა, პავლია და ბუკუია. ჯამბაზად წოდებული ახოვანი და დევივით ღონიერი ზეინკალი თავის ბიძას, დიდარ ვაჭარს, ნიკოლოს ხარატიშვილს ესაუბრებოდა. ნიკოლოს ამავე დროს მამულიც ჰქონდა ჭიათურის მაღაროებთან. იქვე იდგა ჭიათურის მრეწველი ახალაძე, ქერა ჩასუქებული, შვახნის კაცი, ევროპულ კოსტუმში გამოწყობილი, გულჯიბიდან ოქროს ძეწკვიანი ოქროსავე დიდი საათი ამოიღო. 3/4 განაცხადა და მეეტლე პავლია ღვანცელაძე დააჩქარა. ნიკოლოს ჩხარტიშვილს ესაუბრებოდა. ვაჭარს ნიკოლოს ჩხარტიშვილს ღიბზე ძლივს წუდებოდა ჩოხა. ტოტებიანი შარვალი და რაგოჟის ტუფლები ეცვა. თავზე ჭილის საზაფხულო შლაპა დაეხურა. ასე იყო შეხამებული მის მორთულობაში აზია და ევროპა. ნიკოლოზი 50 წლის კაცი იქნებოდა. მრეწველს ახალაძეს მიაცილებდა ჭიათურაში და საიდუმლოდ ფჭობდნენ. გერმანულ ფირმასთან ავალებდა მოლაპარაკებას მის მამულში მუშაობის დაწყებისათვის. აჯანყება, რომელიც მთელ საქართველოს მოედო და ახლა კარისმერეთამდეც მოაღწია,
ჩხარტიშვილს და ახალაძეს თავზარსას სცემდა. ამ დროს იასონ ჯანჯღავა შემოვიდა. იასონს ყველამ თავდაბალი სალამი მისცა, უფრო კი გიგო თავაძემ. სტუდენტური ქუდი მოიხადა და თავი მიწამდე დახარა. იასონი დახლთან მივიდა. მიკიტანს რაჟდენ გენძეხაძეს ღვინო ჩამოასხმევინა. რაჟდენმა პურის ნამცეცი დასჭრა. უზარმაზარი საათის გასაღები და ჯაჭვივით მსხვილი ძეწყვი კერძზე სცემდა. თეფშზე დაწყობილი ორი ნაჭერი ყველი და კიტრი შემოსდგა დახლზე და იასონს ქვევიდან ახედა. რა სიმღვირები? რაც მოგიტანე, ესეც არამია შენისთანა კოტორისთვისო. ფიქრობდა ჯიბეზე აკვირდებოდა. ფული უხიჭინობს თუ არაო. იასონმა ახალაძეს, ნიკოლოზ ჩხარტიშვილს და ზეინკალს ჯამბას დაუძახა. ბირჟაზე გალაზღანდარებული მეტლე მედლიჟნეები, პავლია და მისი ამხანაგები, კანია, სეღოლე და ბაკუია შორი ახლოს იდგნენ და ფიქრობდნენ, იასონი დაგვიძახებს თუ არაო. თუთუს ახვევდნენ გაზეთის ქაღალდში და ღვინით ავსილ ჭიქებს თვალს არ აშორებდნენ. მოკიდეთ ჭიქას ხელი, სთხოვა მათ იასონმა. პავლიამ სვანური ქუდი მოიხადა, გაიღიმა და დაჭრილი ქორივით ხარ ჩამოგდებული წავიდა დახლისაკენ. მას სეღოლეც და ბუკუიაც მიხვდნენ. პავლია ყვირილასკენ წამოსულ ჯარისა და სოფელ სარბევთან მომხდარი ბრძოლის ამბავს უყვებოდა დილიდანვე ხალხს. გავარდა თუ არა თოფი, იმ მინუტში ვწყვიტე უჟე ცხენებს კნუტი. ვოჟები მიუშვი, დავეშვი და დავეშვი. შემეშინდა, ფაეტონს კალოსები არ მოძვრეს თქვა. ტყვიები მაღლა კოზლაზე რო ვიჯექი ყურთან მიარდა. შემეშინდა, მახშობელ ძაღლებმა არ მომარტყან თქვა. პავლიამ იასონი დალოცა და ღვინო გადაჰკრა. ჩამოტყავებულ თვალში ცრემლი ჩაუდგა. კარისმერეთის ბირჟაზე სვინტალად წოდებულმა ქერა ულვაშზე ხელი გადაისვა და იასონის ქებას მოჰყვა. იცოცხლე იასონ, დიდხანს კაცი ხარ ქვეყანაზე, პურმარილიანი და მხარჯველი. კაც ფულის შოვნიშნოც უნდა გქონდეს და ფულის ხარჯვისა და პურმარილისაც. მრეწველ ახალაძეს და ვაჭარ ნიკოლოზ ჩხარტიშვილს გადახედა. ესენი დასტურის ნიშნად თავს იქნევდნენ, მაგრამ პავლიას სიტყვებიდან მხოლოდ ფულის შოვნიშნო უჯდებოდა ჭკუაში, ხოლო რაც შეეხება პურმარილს, ქეიფსა და ფულის უთავბოლო ხარჯვას, ეს სრულიად უანგარიშოდ მიაჩნდათ. მიუხედავად ამისა, პავლიას მაინც ცბიერად ემოწმებოდნენ, კვერს უკრავდნენ, მაგრამ ულვაშებში ქვეშ-ქვეშ იღიმებოდნენ და ასე ფიქრობდნენ. დიახ, როგორ არა, ნეტავი დედაჩვენს, თავი გადავდვათ, ვიღლიტოთ და ვიქუცოთ, ფული და ქონება ტანჯვით შევიძინოთ და მერე თქვენის დანა ოხრებთან ჭამოთ. მეტი არიხარა თქვენმა თავმა, ისე დაწვა და არ ადგა თქვენი გვერდები. ღმერთმა დასწყევლოს კრიჟანი კაცი. ჩაერია ლაპარაკში მიკიტანი რაჟდენიც. იასონ, შენ რომ მეზობლები გყავს, იმისგან მართლაც ღმერთმა დაგიფაროს, კაპიკსაც ვერ გააგდებინებ. მიაძახა იქვე სუფრაზე თავის ამხანაგებით მოკეიფემ ყოფილმა სტუდენტმა ვანიკო ღოღაბერიძემ. რომელი? ჰკითხა იასონმა და ბუხრის ქუდი თავმომწონედ გაისწორა. სიმონი, მიუგო ღვინით აჭარხლებულმა ცქრიალა უგონო და მხიარული თვალებით ვანიკომ. ახალაძის მეგობარი სამსონიც ჭიათურის მრეწველი იყო. ვანიკოს პავლია მიეშველა. ამბობენ,
ალესილი დანაუდებს ჯიბეშიო. იასონმა ღიმილით ჰკითხა: რა თუნდა ბიჭო ალესილი დანა ჯიბეში? ჯიბეში ვინმე მხელი რო ჩამიყოს, ზეთ შეაჭრისო. იასონმა ვანიკომ და მისმა მეგობრებმა გადაიხარხარეს. მრეწველი და ვაჭარი უხერხულობას გრძნობდნენ, მაგრამ ძალაუნებურად ისინიც იცინოდნენ. კუთხეში გოგი თავაძე და ბიძინა შარაბიძე ისხდნენ. ისინი გულისხურით უსმენდნენ სამიკიტნოში მოკეიფე ხალხს. სწავლაზე დახარბებული სტუდენტები თავს არ უყადრებდნენ გალოთებულ, გალაზღანდარებულ თავიანთ ამხანაგებს, უფრო კი მეტლებს. ფულს ის პატრონკვდარი სიმონი ამხანაგებში არ შეჭამს. გაჭირვებაში და ვაშკაცობაში არ გამოგადგება. აბა რა ჭირად მინდა მაგისი ფული? ტრაბახობდა ღვინით შეზარხოშებული სპეკულანტი ანტუშა ნიორაძე, რომელიც უმასპინძლდებოდა სამიკიტნოში ვანო ღოღაბერიძეს, გალოთებულ სტუდენტს სერგო ჩხეიძეს, მასწავლებელს ანდრია კოვზირიძეს და პროვიზორს მიშა წეროძეს. სპეკულანტი ანტუშა ნიორაძე 30 წლის კაცი იქნებოდა. ანტუშა და მისი სტუმრები ღვინის სმისა და ქეიფობით შეკავშირებული მეგობრები იყვნენ. ამ უსაქმო და ლოთ ახალგაზრდებს ღვინის სმა და ქეიფი ესიზმრებოდათ ყველგან, სადაც კი დანა ჩანგალი და თეფში გაიჩხრიალებდა. ანტუშა ცოლშვილიანი კაცი იყო. ცოლად ნასწავლი ქალი შეხვდა. თვითონ სამოქალაქო სასწავლებლის 4 კლასი ჰქონდა დამთავრებული. ამ გარემოებით ერთგვარად დაჩაგრული იგი კარისმერეთის ინტელიგენციას მისწებებოდა. ევროპულ კოსტუმში გამოპრანჭული, ბინაც ევროპულ ყაიდაზე მოეწყო და ცოლიც პიანინოზე აბრახუნებდა. ანტუშამ ვანიკოს აკოცა და სიტყვა წარმოსთქვა: მე თქვენდონი კლასიკური ცოდნა არა მაქვს, მაგრამ უნდა გითხრათ სიმართლე, არ მომწონს გიგო და ბიძინასთან ახალხი. მუდამ წიგნს რომ ჩიჩქნიან და თავი პროფესორებად მოაქვთ. გიგომ გაიგო ეს სიტყვები და ენამწარეთ მოუჭრა: წიგნი ბიჭო, რა შენი საქმეა? არა, უკაცრავად, სრულიადაც არა, ცხარობდა ანტუშა. მე სწავლის და წიგნის წინააღმდეგი არ გახლავარ, მაგრამ არ უნდა გამოწყდე კაცი შენ სტოლსა და მეგობარში. მარტო წიგნი რა ჩემ ფეხებად გინდა? გამოათხელებს კაცს. დაღუპე იქით, თქვა პავლიამ, რომელიც სამოქალაქო სასწავლებელში იყო ერთდროს მოწაფედ, მაგრამ შემდეგ წაეტეხა ფეხი ანტუშასავით. სწორია, დაუდასტურა პავლიას ბუკუიამ. ესე შენი ამხანაგები და მეგობრები, დაუძახა გიგომ ანტუშას. როგორ? ესენი ადამიანები არ არიან? შენ ხარ ამის შემდეგ სოციალისტი? მიუგო ბრაზით ანტუშამ. რაც სოციალისტია, იმასაც გავიგებ. დედა ეტირება, შესძახა პავლია. პროფესორები, დამცინავად დაიძახა ანტუშამ და მის მიერ დაპატიჟებულ ამხანაგებს მოაგონა. გიგოდან ძმაო, ერთი ბოთლი ღვინოც კი არ მახსოვს. ვისაც ღვინო და პურმარილი არ უყვარს, მისი არც სოციალისტობა და არც სწავლა მჯერა. შენისთანა ხვადაკთან შევჭამ, ბიჭო მე პურს, გადასძახა გიგომ ბრაზით. იასონს გაუკვირდა: ეს რა მაყივინმე ყოფილა? ვის უბედა შეჭირიანო ხვადაგის დაძახება შენი?
დაიღრიალა ანტუშამ და ჯიბეზე ხელი გაისვა, მაგრამ ბიძინა შარაბიძე სწრაფად გახდა განზე და რევოლვერის ამოღება მოასწრო. მრეწველი და ვაჭარი კარში გავარდნენ. ამ დროს იასონმა შეჭექა: ანტუშა, დაჯექი, მე შენ გიბრძანებ. შენ, ყმაწვილო, ნუ ვაშკაცობ. ენა ჩაიგდეთ და ხმა არ გამაგონოთ. გული არ მომასვლევინოთ, თორემ გასცა განკარგულება თვალების ბრიალით იასონმა და მყისვე წესრიგი დამყარდა. იასონს წელზე მაუზერი ეკიდა. გაიცინა და ისევ დახლთან მივიდა. ვანიკო ღოღობერიძე ამშვიდებდა ანტუშას და დაბალი ხმით ეუბნებოდა ამხანაგებს. მე ძმაო, ჩემი უკანასკნელი გროშიც პურმარილში შევჭამე და ახლაც რომ მითხრას ამისთან ამხანაგმა, როგორც ანტუშა, წყალში გადავარდიო, გადავარდები. ამას კი არ ვტრაბახობ ან პირმოთნეობ. ანტუშას ფული მე რას გამაკვირვებს? ანტუშას ეწყინა: რატომ ამბობ მაგას, ვანიკო? მე და შენ თუ ერთმანეთს ვიცნობთ. ნუ მადლობა ღმერთს მაშინ. ვანიკო, მიუბრუნდა ანტუშა ამხანაგს. ვანიკო, 24 საათში გადაგალევს, თავზე თუ რამე აქვს. ვანიკოს ჭიათურა რომ ჩააბარო, თვე ნახევარში გამოუყვანს წირვას. ვანიკოს ცოტა არ იყო შერცხვა ასეთი გაზვიადებული შექებისა და თავი ჩაჰკიდა, რადგან სულ ამ სპეკულანტის ანტუშას ხარჯზე იყო. პროვიზორი ფიქრობდა: ისე აშენდა თქვენი პატრონი, ჭიათურა მე თქვენთან თვე ნახევარში არ შევჭამო. ანტუშამ ისევ ხმამაღლა დაიწყო ლაქლაქი. მარტო ღვინოში რომ არ არის საქმე, ეს მეც კარგად ვიცი. მე იმისთანა ამხანაგი შევარცხვინე, რომელიც იმიტომ მიკადრებს, რომ მე იმაზე მეტი ფული მაქვს და შემიძლია ერთ ბოთლ ღვინოზე დაუძახო. შევარცხვინე მე მაგისთანა კადრება. აბა უფულოდ ვის რათ უნდა ამ რეგვენის თავი? ჩაილაპარაკა გესლიანად გიგომ. ანტუშა ისევ ყვიროდა: ვანიკო, დალიე, შენ მაინც კარგად მიცნობ, მადლობა ღმერთს. უშენოდ რათ მინდა კარისმერეთი, არ წარმომიდგენია კარისმერეთი უშენოდ, სუფრა უშენოდ. უთხრა ანტუშამ ვანიკოს და ტუჩზე დააკვდა. ანტუშას ესახელებოდა სტუდენტების წრეში ყოფნა. გიგომ ბიძინას უთხრა: ენდელაძესთან წავიდეთ, იმას ღვინოც უკეთესი აქვს, ყუდრო ადგილია და იქ საუბარით შესაძლებელი იქნება. წავიდეთ, თორემ ამ ხალხს რომ ხედავ, გული მერევა. აფსუს ჩვენო ქვეყანავ, თქვა ბიძინამ. ანგარიში მოითხოვეს. იასონს მოწიწებით გამოემშვიდობდნენ და კარისაკენ გაეშურნენ. ანტუშამ და პავლიამ ბრაზიანი თვალები გააყოლეს. პავლიამ ტუჩები მოკუმა და სალახანა და ავარა მეეტლემ სტუდენტები დამცინავი წრუპუნით და სწვენით გააცილა. ბიძინა თოფ ნაკრავივით შებრუნდა. უცნაურად უბრწყინავდა თვალები, მტკიცე ნაბიჯით წავიდა. ისეთი მრისხანე გამომეტყველება ჰქონდა, რომ მისი შემხედვარე კარგი ვაშკაცით შეკრთებოდა. სწრაფად გააქანა და შემოჰკრა მუშტის სახეში პავლიას. პავლია იატაკზე გაგორდა, ტუჩი გაუსკდა და ხახა სისხლით აევსო. ძლივს წამოდგა. წამოიჭრა ანტუშაც. გამოდით თქვენი დედაო, დაიძახა ბიძინამ. კუნთები დაჭიმა, მოემზადა და
და საბრძოლველად დაერჭო ერთ ადგილას. იასონი შვაში ჩავარდა. ანტუშა და პავლია გააჩერა. მერმე ხელი მოხვია ბიძინას, კარში გაიყვანა და უთხრა: "წადი, მოშორდი, მეტლებთან ჩხუბი რა შენი საქმეა?" როდესაც სამი კიტნოში შებრუნდა, სიცილი ვეღარ შეიკავა. ეს რა უბედურად შემოკრა, ბოქსი ცოდნია იმ შობელ ძაღლს. პავლიამ სისხლი მოიხოცა. სისხლის დანახვაზე აენთო. ხორცის საჭრელ ფართო დანას დაავლო ხელი და გარეთ გავარდა. იასონი მიხვა ხელის ტაცა და სამი კიტნოში ბურთივით შემოაგდო. ვისე მუქრები დანით? იცი რა ნასწავლი კაცია ბიძინა? ბაზარში თავმოყრილი ხალხი კარებს მიაწყდა თვალის სეირისათვის. მალე სამი კიტნოში გაბო შველიძე შემოვიდა და იკითხა: "რა ამბავი აქ?" "არაფერი ამბავი არაა, ბიძია," აგდებულად მიუგო იასონმა. მასწავლებელი ანდრია კოვზირიძე წამოდგა. შველიძესთან მივიდა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ამის შემდეგ გაბო შველიძე კარში გავიდა. "შენ რას ჯაშუშობ? რა უთხარი შველიძეს?" ჰკითხა იასონმა. "არაფერი, აუხსენი, არაფერი ყოფილა ისეთი მეთქი," მიუგო ანდრიამ. იასონს სამი ცარიელი ბოთლი ედგა წინ. მიუხედავად იმისა, რომ სამი კიტნოში პურმარილიანი და მხარჯველი ადამიანის ესოდენ ქება გაისმოდა, ვაჭარი ჩხარტიშვილი და მრეწველი ახალაძე ამ ანკესზე არ ეგებოდნენ. არც ერთ ბოთლ ღვინოს არ ითხოვდნენ და სდუმდნენ. იასონმა რაჟდენს ჩაულაპარაკა. ორი ჩარექი კიდევ მოიტანე. მიკიტანმა წაუყრუა. იასონმა გაუმეორა. "ჩამოასხი, ბიჭო, მალე ორი ჩარექი." რაჟდენი ისევ დააცქერდა. თითქოს ეკითხებოდა: "გაქვს თუ არა შვილოსან ფული, ასე რომ გულუხვობო?" იასონი გაბრაზდა. თვალების ბრიალით უთხრა: "რას მომჩერები ხარ? ღვინო, მალე!" რაჟდენ შეეშინდა. თავი ჩაღუნა და ტიკებისკენ აღრენილი დათვივით წავიდა. "შენ გადამიშენდი მაინც და მაინც, იასონ, შემოჩენილია, თუ უთხარი რამე ჩხუბს და ყიალას ამიტეხავს," ფიქრობდა მიკიტანი. ორი ჩარექით შემოდგა დახლზე. კანიამ პავლიას გადახედა. თვალები კატასავით უბრწყინავდა. თითქო ეუბნება: "გამოჭყიტე, შეუპატრონო ეს დასაწვავი თვალები. ხომ ხედავ მუქთ კუბოში ჩავწექითო." მაგრამ პავლიას ღვინის თავი არ ჰქონდა და მალე სამი კიტნოდან გაიპარა. სტუდენტები ენდელაძის სამი კიტნოს პატარა ოთახში ისხდნენ. ჭადს, სულგუნს, ძმარგადასხმულ პამიდორს, კიტრსა და შემწვარ წიწილას შეექცევოდნენ. სასიამოვნო ღვინო იყო და ამიტომ მეორე ბოთლს ცლიდნენ. ქუთაისიდან მთავრობის ჯარის მოახლოება და კარისმერეთში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარება აღელვებდათ და ყოველივე შეადგენდა ახლა მათი მსჯელობის საგანს. აჯანყებულებს ეგონათ, რომ ქვეყნის შიგნით შექმნილ ანარქიას ადვილად აპატიებდნენ, დაიწყო შეზარხოშებულმა ბიძინამ: "ჩუმად ილაპარაკე, გვერდზე უცნობი პირების ხედან და ყურს გვიგდებენ," გააფრთხილა გიგო თავაძემ. იოაკიმე აბულაძე და სტეფანე სირბილაძე დაატუსაღეს. ციხე თავად აზნაურებით აავსეს. გარეთ აღარავინ დარჩა, რომ ხალხს უხელმძღვანელოს, არც ერთი ყოფილი ოფიცერი. "ბიძინა, შენ ომში ნამყოფი ხარ და უნდა მონაწილეობა მიიღო ნოდარ ავალიშვილის მიერ შედგენილ რაზმში,"
რამდენი კაცი ყავს ნოდარს? ჰკითხა ბიძინამ. იასონ ჯანჯღავა, ზეინკალი ჯამბაზი, ოტიამ დივნის მოურავი, ვანიკო ღოღაბერიძე, ანტუშა, ბევრი. არ დაუმთავრებია გიგოს სიტყვა და მაშინვე გაბოშველიძემ ოთახის ფარდა გადასწია და ორი რაზმელით შიქშევარდა. გაასწორეთ ანგარიში და წამომყევით. თქვენ დაკავებული ხართ. გაბოშველიძე ფერმკრთალი იდგა. ფერი ეცვლებოდა შეზარხოშებულ სტუდენტებსაც. რისთვის გვაპატიმრებთ? ჩვენ ხომ შეთქმულებას არ გიწყობთ? აუკანკალდა ხმა გიგოს. არ გრცხვენია გაბო? შენ გვაპატიმრებ? დალიე ღვინო, უთხრა ბიძინამ თავის მეზობელს. მე თქვენთან ღვინოს არ დავლევ, მალე წამობრძანდით. რასებოდიშები? დაიძახა ქერა რაზმელმა და შაშხანა გადმოიღო. ვისი განკარგულებით გვატუსაღებთ? ჰკითხა ბიძინამ რევკომის. არაფერი მესმის, გაუკვირდა გიგოს. სტუდენტები გაძალდნენ, მაგრამ გაბომ ხელი ჰკრა გიგოს და ბიძინას. ქუჩაში გამოხარა. დარცხვენილი სტუდენტები თავჩაღუნული მიდიოდნენ შუა ქუჩაში. ბაზრის ხალხი და ვაჭრები აკვირდებოდნენ. ერთმა ახალგაზრდა ვაჭარმა თავში შემოირტყა ხელი და მეზობელ მიკიტანს უთხრა: ბიძინა და გიგო დაუჭერიათ, რაღა გვეშველება? ბიძინამ გაიგონა ეს სიტყვები და ისედაც ნაღვინები ჭარხალივით წამოწითლდა სახეზე. პატიმრები ბანკის შენობის სამკითხველოს წინ გაატარეს. ბაზარში შემოსასვლელი ქუჩით მილიციის ეზოში შეიყვანეს და ქვიტკირის ღობესთან გააჩერეს. გაბოშველიძე მაღალი კიბით სახლის მეორე სართულზე ავიდა მილიციის სამმართველოში. ქვედა სართულში საპატიმრო იყო. ბიძინამ რკინის კარებთან შეიარაღებული დარაჯი და რკინის რიკულებიანი პატარა სარკმელი დაინახა. იქიდან პატიმრები იცქირებოდნენ. მეორე სართულის აივანზე ჯარისკაცის ტანისამოსში გამოწყობილი მილიციის უფროსი გამოვიდა. სტუდენტებს გადმოხედა და დაიძახა: შეხარეთ ციხეში. აბა მალე აგდებულად მიმართა რაზმელმა ვიღაც ჭაბუკმა სტუდენტებს. საპატიმროს დარაჯმა დიდი გასაღები შედო საკეთში. ქუჩიდან და მახლობელ სახლის აივნებიდან ხალხი იცქირებოდა. გიგო შეშინდა. ბიძინას ჩაულაპარაკა: შევიდეთ. გაბო მიიყვანა იგი კარებამდე. ბიძინა კი ადგილიდან არ იძროდა. სისხლი ყელში მოაწვა, თვალები აემღვრა. გაბრაზებული რაზმელი ახლოს მივიდა, შაშხანა გამართა და შესძახა: წამოდი, მე შენ გეუბნები. ბიძინამ შაშხანაში სტაცა ხელი, რაზმელმა გააფრთხილა: ხელი გაუშვი, თორემ გესური. თავდავიწყებამდე მისული ბიძინა ყვიროდა: მესროლე, რისთვის უნდა ჩავჯდე ციხეში? მე საქართველოს დამოუკიდებლობას ვიცავ, მე სიკვდილის არ მეშინია, მესროლე. მილიციის სამმართველოს რაზმელებმა კიბეები ჩამოირბინეს და ბიძინას ალყა შემოარტყეს. ამ დროს მილიციის გვერდით სახლის აივანზე ქალის კივილი გაისმა: ბიძინა, არ გაბედო, ბიძინა, შედი ციხეში. ბიძინა მოსამართლე დოროთე ვაწაძე და მისი ცოლი მაშო დაინახა აივანზე. დოროთე ძმა იყო ბოლშევიკი ექიმის პოლიკარპე ვაწაძისა. ბიძინას დედის ნათესაურმა მაშომ და დოროთემ ურჩიეს ბიძინას საპატიმროში შესვლა. ახლავე პოლიკარპეს და იონას შევატყობინებთო. ბიძინა საპატიმროში შეაგდეს.
მოზრდილი ოთახი სავსე იყო ხალხით. იქ იყვნენ ვანიკო ღოღაბერიძე, სპეკულანტი ანტუშა და სხვანი. კედლის გასწვრივ ტახტები იდგა. ხალხი სტუდენტებს დაეხვია. იმუქრებოდნენ, ოხ თუ გავედით აქედან. მაგათ ოხთში კი ამოვალთო. მერმე ახალი ამბები გამოჰკითხეს. ვანიკომ დიდი ნესვი გაჭრა და ერთი ნაჭერი ბიძინას მიართვა. ბიძინა ტახტზე ჩამოჯდა. საერთო ყაყანს და ბოლშევიკების მიმართ ატეხილ ლანძღვაგინებას ყურს არ უგდებდა. სრულიადაც არ სურდა მოსმენა საპატიმროში შეკრებილი ხალხისათვის, ღიპიანი მიკიტანისათვის, მამლაყინწა ანტუშასათვის და ჩანჩურა ოფიცრისათვის, რომელიც მუშტების ქნევით იმუქრებოდა ბოლშევიკების და მათი სახლკარის გადაწვასა და გადაბუგვას აპირებდა. თავი ჩაჰკიდა. დარდობდა, რომ იგი მიკიტნებთან და ნაძირალებთან ერთად ჩასვეს ციხეში. ახლა ამ ბრბოში უნდა ვიყო და ამათ ლაყბობას უნდა უსმენდე? ბრაზით გადახედა ხალხს. ეს ფიქრი თითქო ამოიკითხეს მის თვალებში პატიმრებმა. აღარავინ ეკარებოდა ახლოს მას. ცოტა ხნის მერე დარაჯმა კარი გააღო და ბიძინას გვარი დაიძახა. გიგონდა ბიძინამ გაკვირვებით შეხედეს ერთმანეთს და როცა ბიძინა გავიდა, ვანიკომ განაცხადა. ბიძინა ალბათ ვანო მახათაძემ გადაიბირა. მილიციის უფროსის ოთახში ბიძინას ექიმი პოლიკარპე ვაწაძე დაუხდა. მილიციის უფროსი ყოფილი ჯარისკაცი, დაბალი და ბრგე ვაჟკაცი იყო. კუშტად იჯდა საწერ მაგიდასთან შუბლშეკრული. ხელში ქაღალდს ატრიალებდა და გაოცებული ამბობდა. როგორ თუ გიგო თავაძეც და ბიძინა შარაბიძეც გავანთავისუფლო, მაშინ ბარემ გააღეთ ციხის კარები და ყველა მენშევიკი და კონტრრევოლუციონერი გაუშვით. არა, მე წინააღმდეგი ვარ, მათ ვერ გავანთავისუფლებ. რას ამბობ, ერმალოს? მე თავდებად დავდექი, ეუბნება პოლიკარპე. შენ არ იცნობ ამ ხალხს და არ შეგიძლია პასუხი აგო. არა, დამიცადეთ აქ რევკომს მოველაპარაკები. მალე მილიციის უფროსი შეწუხებული სახით მობრუნდა. მაგიდასთან დაჯდა. ფანქარი და კალმისტარი ნერვიულად ისროლა. თანაშემწეს მიახალა ქაღალდი და უხეშად უთხრა. გამოუშვი თავაძე, ჩვენც მუშაობთ რაღა.